ვარაუდობით, მათი მცირე რაოდენობით მოხვედრაც კი ორგანიზმში იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას და შეუქცევად პროცესებს. შესწავლილია 200-მდე მიკოტოქსინი, მათ შორის 40-ის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე დადგენილი და დადასტურებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ. ევროპის ქვეყნებში, მარცვლეულში და მისგან მიღებულ პროდუქციაში უკვე დიდი ხანია კონტროლდება 6 მიკოტოქსინის დასაშვების ზღვები. მიკოტოქსინები მსოფლიო გლობალური პრობლემაა, ყოველწლიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში კვლევები მიკოტოქსინების გავრცელების არეალის დასადგენად. ონლაინ სივრცეში წარმოდგენილი არის ცხრილი, სადაც ყოველწლიურად განახლებადი, სადაც ჩვენ ვიგებთ თუ რომელი სახეობის მიკოტოქსინი რა პროცენტული შემცველობის შემადგენლობით არის გავრცელებული ამ თუ იმ ქვეყანაში. მაგალითისთვის 2022 წელს მსოფლიოს 87 ქვეყნიდან იყო აღებული ნიმუშები 27297 ნიმუში ჩატარებულმა ანალიზებმა გვიჩვენა, რომ 19%-ში არ აღმოჩნდა არც ერთი მიკოტოქსინი, 24%-ში აღმოჩნდა ერთი მიკოტოქსინი, 57%-ში ერთზე მეტი მიკოტოქსინი. წარმოგიდგენთ ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში მიკოტოქსინების გავრცელების დინამიკას, ასევე სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მიკოტოქსინების დამახასიათებელი არის ის, რომ გამოირჩევა კანცეროგენური და მუტაგენური თვისებებით. ის ძლიერად დამაზიანებლად მოქმედებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე, ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სისხლის მიმოქცევის სისტემას, რეპროდუქციულ ორგანოებს, თირკმელს და ღვიძლს. ამის შედეგად წარმოებებს უფრო და უფრო მეტი თანხა სჭირდება ერთეული პროდუქციის საწარმოებლად, იზრდება პროდუქციის თვითღირებულება და მცირდება ხორცპროდუქტების ხარისხი და ობნებობა. ამიტომ ბოლო პერიოდში დარგში ჩატარებული კვლევების დიდი ნაწილი მიკოტოქსინების საკვების დეტოქსიკაციის მიზნით აცორბენტების მოძიებისა და მისი ეფექტური გამოყენებისკენ არის მიმართული. აცორბენტები სხვადასხვა სახის არის მოქმედების მექანიზმით და ასევე შემადგენლობით, თუმცა ჩვენ კონცენტრირებით ისეთ აცორბენტებზე, რომელსაც რამოდფუნქციური მექანიზმი აქვს 4 მიმართულებით, ეს არის ადსორბცია, ბიოტრანსფორმაცია, ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებზე დადებითად მოქმედება და ასევე შეიცავს ფიტოჩანართებს, მცენარეული უჯრედებს, რომელიც აცლიერებს იმუნურ სისტემას. ჩემი სამეცნიერო ექსპერიმენტის კვლევის სიახლეს წარმოადგენს ის, რომ საქართველოში პირველად მარცვლეულის მწარმოებელი რეგიონიდან აღებული იქნა ნიმუშები სიმინდის და ხორბლის და ჩატარდა ანალიზი მასში მიკოტოქსინების გამოსავლენად. დადგენილი იქნა მიკოტოქსინების დეზოქსინივალენოლის, ზიარანელონის, ტრიქოტეცესის, აფლატოქსინის, როგორც არ არსებობა, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ისიც, რომ მიკოტოქსინებით დასნებოვნებული, ნედლეული და საკვების დეტოქსიკაციის მიზნით მომეძიებია და შემერჩია ისეთი აცორბენტები, რომელიც იქნებოდა ეფექტური და გამომეცადა მერე უკვე მისი გავლენა ბროილერის მეხორცული კროსის როს-სამასვრის პროდუქტიულობაზე, პროდუქციის ხარისხზე და ჯანმრთელობაზე. ამიტომ აცორბენტების ნარევის გავლენა შევისწავლეთ აცორბენტების ნარევის გავლენა მეხორცული ჯიშის პროდუქტიულობის ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიც არის საკვების კონვერსია, შენარჩუნების პროცენტი, ზრდა განვითარება, წონამატის დინამიკა, მიღებული პროდუქციის ხარისხი. კვლევის ობიექტი ჩემ შემთხვევაში წარმოადგენდა ადგილობრივი წარმოების მარცვლეული სიმინდი და ხორბალი, მეხორცული ბროილერის კროსი ROS308, აცორბენტი 1 იადემიქს F1 და აცორბენტი 2 მიკოფიქსელექტი. ჩემი ექსპერიმენტის პერიოდში გამოვიყენე სხვადასხვა მეთოდები, ექსპერტული, ექსპერიმენტული, ორგანოლეპტიკური და გამოთვლითი კვლევის მეთოდები. მაგალითისთვის, ინფრაწითელი სპექტრული მეთოდი გამოყენებული იქნა მიკოტოქსინების რაოდენობისა და არსებობის დასადგენად ნედლეულში და კომბინირებულ საკვებში. ასევე გამოვიყენე იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდი, მიკრობიოლოგიური ფონის შესასწავლად, მომხმარებული საკვების აღრიცხვის მეთოდი, ასევე მარცვლეულის ნიმუშების აღების მეთოდი, მარცვლეულის ნიმუშების ასახებად და მონაცემთა დასამუშავებლად
დისპერსიული ანალიზის მეთოდი. ანალიზები ჩატარებული ლაბორატორიებში სანა ახალი ვეტერინარული კლინიკა და ექსპერტიზა პლუსი. ხო, აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სანაში ახალ ვეტერინარულ კლინიკაში და ექსპერტიზა პლუსი. მოგახსენებთ ანალიზის შედეგებს, ჩემი ექსპერიმენტის შედეგებს. ადგილობრივი წარმოების მარცვლეული იქნა აღებული საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელი 5 რეგიონიდან, ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი და გურია. 3 წლის განმავლობაში ჩავატარეთ, ავიღეთ 42 ნიმუში და ჩავატარეთ 168 ანალიზი. 2020-21 და 22 წლის განმავლობაში 86 შემთხვევაში დაფიქსირდა 4-ვე მიკოტოქსინის ნორმაზე მაღალი კონცენტრაცია. წარმოგიდგენთ, აქ რაღაცა კომპიუტერი მეკითხულობს. წარმოგიდგენთ დიაგრამებს, სადაც ფერებით მონიშნულია სხვადასხვა ტოქსინები, ხოლო ცხრილში არის წარმოდგენილი რიცხობრივი მონაცემები, როგორც სიმინდთან, ასევე ხორბალთან მიმართებაში. 2020, 2021 და 2022. ისინი სილფანში, მე იქ, რა ვიცი, იქ არ სილფანში. როგორც აღნიშნე 86 ნიმუში დაფიქსირდა ტოქსინების გადასული მაჩვენებელი, თუმცა რაც შეეხება დანარჩენ ნიმუშებს, აქაც არ არის დამშვიდების შესაძლებლობა, რადგან ნედლეულში თუნდაც ერთი მიკოტოქსინის არსებობა დასაშვებ ზურებში იწვევს კომბინირებულ საკვებში ამ ნიმუშების დაჯამებული რაოდენობის წარმოქმნას და უკვე მის ერთობლივ მოქმედებას ფრინველის ორგანიზმზე. აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობის ინსტიტუტის ბაზაზე ბიოტექნოლოგიის მეთოდების, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შემუშავებული იქნა ცდის სქემა, განსაზღვრეთ აბსორბენტების საკმაოდ დანამატების რაოდენობები და ექსპერიმენტი ჩავატარეთ შემდეგი სქემის მიხედვით, სადაც პირველი ჯგუფი იყო საკონტროლო, სადაც ფრინველს მიეცემოდა კომბინირებული საკვები ყოველგვარი დანამატების გარეშე, ხოლო მესამე, მეოთხე, მეხუთე და ჯგუფში ფრინველს მიეცემოდა სრულფასოვანი კომბინირებული საკვები, რომელზეც დამატებული იყო აბსორბენტი, იადემიქს, F1 და მიკოფიქს სელექტი 500-500, 1000, 1000, 1500, 1500 და 2000 გრამი 1 ტონა საკვებზე. ცდა ჩატარებული იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში, იმდმეწამული გუჯა მაჭარაშვილის მეფრინველეობის საწარმოში. ფრინველის გამოზრდა მიმდინარეობდა 37 დღის განმავლობაში, რადგან ბროილერის გამოზრდის პერიოდი გულისხმობს პრესტარტერის, სტარტერის, გროვერის და ფინიშერის ფაზას, რაც პირველი ფაზა 0-დან 14 დღემდე, 14-დან 28 დღემდე, 28-დან 37 დღემდე. სწორედ ამ ფაზებში ვაკვირდებოდით ჩვენ ბროილერის წონამაც და მოგახსენებთ გამოზრდის მე-14 დღეს აბსოლუტური წონამატი ფრინველის ყველა საცდელ ჯგუფში უფრო მეტი იყო ვიდრე საკონტროლოსთან შედარებით, მაგრამ გამოირჩეოდა მეოთხე საცდელი ჯგუფი, სადაც 50 გრამით მეტი იყო წარმოდგენილი ფრინველის წონამატი. ეს არის გამოზრდის 22 დღე, სადაც საკონტროლოსთან შედარებით 100 გრამით მეტია მეოთხე საცდელ ჯგუფში ფრინველის წონამატი, 37 დღეს კი საკონტროლოსთან შედარებით მესამე, მეოთხე და მეხუთე საცდელ ჯგუფში არის წარმოდგენილი მეტი წონამატი და აბსოლუტურ წონამატს წარმოგიდგენთ ამ შემთხვევაში, სადაც მესამე, მეოთხე და მეხუთე საცდელი ჯგუფი საკონტროლოსთან შედარებით მეტი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი და ეს მაჩვენებელი 180 გრამამდე იზრდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ბროილერის პროდუქტიულობის განსაზღვრის საკითხში არის დღიური წონამატი. ჩვენ დაკვირვებას ვაწარმოებდით 0-დან